კალმახი და ორაგული ერთი და იგივეა თუ სხვადასხვა? სხვადასხვა. და აბა რატო? ორაგულისებრთა ოჯახი არის ორივე, უბრალოდ კალმახი სხვა ჯიში არის, ორაგული სხვა ჯიშია. კატისებრთა ოჯახი არის ლომი, ვეფხვიც და კატაც. მაგრამ სხვადასხვა სახეობაა. ანუ კალმახს რო ვეძახით, ვთქვათ, კალმახი მერე ორაგულად არ გადაიქცევა, ხო? კალმახი დიდი რო იზრდება, ისევ კალმახად რჩება. სხვა სახეობად ვერ გადაიქცე. და კალმახს ანუ სულ ვიცით, რომ წითელი წინწკლები უნდა გქონდეს, მაგრამ ზოგჯერ შავიც აქვს. კალმახი იბადება შავი ხალებით, წითელი ხალები აქვს, როცა მდინარის საკვებით იკვებება. ეგ არის პიგმენტი. ანუ მდინარეში ისეთი საკვები აქვს, რომ წითელ ფერს იღებს? კი ბატონო, პიგმენტირებულ საკვებს ჭამს ბუნებრივ მწერებს. თუ გავა ტბაში, დიდ მდინარეში ან ზღვაში, წითელ ხალებს დაკარგავს. საქართველოში ორაგული საერთოდ არის? ორაგული არ არის, არც ყოფილა. და აბა აი რო იყიდება ხოლმე და დიდ კალმახს ეძახიან, ეგ არის ხალხური და არა მეცნიერული. დიდი კალმახი რო დაინახავენ, მიჩვეულები არ არიან, მდინარეში იციან, რომ კალმახი უნდა იყოს თებში ზომას ეძახიან. თებში ზომა, ანუ პატარა. პატარას. ეგ არის კალმახი და თუ დიდს დაინახავენ, ის უკვე ორაგული არის. და ამ დროს თუ ვაცლით, კალმახს შეუძლია დიდი გაიზარდოს. 20 კილომდე, ხო ის 22 კილო არის მსოფლიო რეკორდი დაფიქსირებული. თუმცა ორაგული საშენ მეურნეობებში არის, ხო, საქართველოში? არის. მაგრამ არა ბუნებრივ პირობებში. არა ბუნებრივ პირობებში, საშენის პირობებში არის. კარგი.